აბორიგენები დასახლებული ჯუჯა სახელმწიფო, რომლის არსებობაც დღეს ბევრმა პირველად გაიგო. წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით მდებარე ვანუატუს რესპუბლიკა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. მიკროსახელმწიფოს, რომელშიც სულ 225,000-მდე მოქალაქე ცხოვრობს, არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არ ყავს ჯარი. პოლიტიკურ წრეებში ღიად ამბობენ, რომ რუსეთმა მისი მოქრთალმა ფულით მოახერხა. თუმცა ჯერ უცნობია უკვე გადაურიცხა თუ არა მედვედევის მთავრობამ ვანუატუს კონკრეტული თანხა საკმაოდ ღარიბი სახელმწიფოს არსებობის შესახებ დღეს დუმის დეპუტატებმაც კი ქრონიკისგან შეიტყვეს. მეხუთე ქვეყანა, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, უცნობი ვანუატუს ისტორიას თამთა სანიკიძე მოგიყვებათ. ვანუატუს მინისტრთა საბჭოს პროტოკოლური ფოტო. დეპუტატები არასამუშაო გარემოში. პარლამენტის ახლად არჩეული წევრი. რესპუბლიკის არმია. წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით მდებარე ჯუჯა რესპუბლიკა დღეს მსოფლიომ პირველად გაიცნო. რუსეთის, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს შემდეგ აფხაზეთის დამოუკიდებლობა დღემდე უცნობმა ვანუატუმ აღიარა. ამ რუკაზე სად ვნახოთ? არ არის ამ რუკაზე აღნიშნული. აქ არც ამ რუკაზე აღნიშნული. აქ რომ ავწებლოთ? არა, არც ამ რუკაზე არ არის აღნიშნული. თითქმის 1 საათიანი ძებნის შემდეგ ერთადერთი სადაც ვანუატუს რესპუბლიკა ვიპოვეთ ეს 2000 წელს გამოცემული მსოფლიო პოლიტიკური რუქა, თუმცა მისი მოძებნა იმდენად რთულია, რომ ლუპის გამოყენებაა საჭირო. როგორც ხედავთ, ვანუატუს რესპუბლიკა აი ამ ეგრეთ წოდებულ წერტილოვან კუნძულებზეა განთავსებული. მე ხო შევეცდები, რომ წყნაროკეანოვანი რესპუბლიკა გლობუსზე მაინც ვიპოვო. წესით ის აქ უნდა იყოს მითითებული, თუმცა აღნიშნულია მხოლოდ ახალი კალედონია. თავად ვანუატუს რესპუბლიკა და გლობუსზე დატანილიც კი არ არის. რომ არა რუსულ-აფხაზურ ვანუატური გარიგება, ჯუჯა რესპუბლიკა რუქაზე ისევე შეუმჩნეველი დარჩებოდა, როგორც დღემდე იყო. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ ვანუატასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ნაწყვეტი განცხადებიდან. ვანუატუს რესპუბლიკამ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საქმეში საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად დიდი წვლილი შეიტანა, რაც მამაცი და ისტორიული ნაბიჯია. რთულად სავარაუდო არა, საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ უნდა ყოფილიყო დღემდე უცნობი ჯუჯა რესპუბლიკა, რომელსაც 12274 კვადრატული კილომეტრი უკავია და მხოლოდ 221506 ადამიანით არის დასახლებული, მათ შორის 95% აბორიგენია. ავსტრალიის აღმოსავლეთით და ფიჯის კუნძულების დასავლეთით მდებარე ვანუატუ 83 კუნძულზეა განთავსებული. ტერიტორია 1605 წელს ესპანურმა ექსპედიციამ შემთხვევით აღმოაჩინა. წლების განმავლობაში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1980 წელს კი დამოუკიდებლობა მოიპოვა და რესპუბლიკა გახდა. გასარკვევია ვანუატუს რომელ უწყებასთან აწარმოებს მომავალში საოკუპაციო რეჟიმი მოლაპარაკებებს, რადგან ჯუჯა რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ არსებობს. საინტერესოა ისიც, რომ აღიარების შესახებ ინფორმაცია ვანუატუდან არავის დაუდასტურებია. ამ წუთამდე მსგავსი განცხადება არც რესპუბლიკის მთავრობის ერთადერთ ოფიციალურ ვებგვერდზე არ გავრცელებულა. ვანუატუს არსებობა დღეს პირველად გაიგეს იმ ქვეყნის სათათბიროშიც, რომლის ხელისუფლებამ ჯუჯა რესპუბლიკისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყიდა. რუსი დეპუტატები ამბობენ, რომ მთავარი თანამშრომლობის გაღრმავებაა, თუმცა ბუნდოვანია, რა სავაჭრო ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობები უნდა განავითაროს აფხაზეთმა რესპუბლიკასთან, სადაც აბორიგენები ცხოვრობენ, არ არის რკინიგზა და მოასფალტებული გზები, ნიადაგის 91% კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის არ გამოიყენება. არსებობენ დიდი და პატარა სახელმწიფოები, რუსეთი დიდი ქვეყანაა, ვანუატუ კი პატარა, მაგრამ ლამაზი და მწვანე. ეს არის კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების გზაზე. გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები, ტურიზმი, ვანუატუ და აფხაზეთი ერთმანეთს კულტურულ ტრადიციებსა და ისტორიულ გამოცდილებას გაუზიარებენ. Такое, у нас вообще много стран, я такой страны не слышал. ბევრი ქვეყანა არსებობს მსოფლიოში, ვანუატუ არ ვიცი, მაგრამ რა მერე, ვფიქრობ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერიდან დიდი დრო გავიდა. ამ პერიოდში მისი სუვერენიტეტი რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, მომავალში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. მათ შორის კი იქნებიან დიდი და პატარა სახელმწიფოებიც. ვანუატუს შესახებ არაფერი იციან რიგითმა მოსკოველებმაც. ჯუჯა რესპუბლიკის სახელის ხსენება ადგილობრივებს მხოლოდ ღიმილს ჰგვრის. Нет, это где? არ გამიგია, სად არის ეს სახელმწიფო. წყნარი ოკეანის ქვეყნებში არაერთხელ მიმოგზაურია, კრუიზშიც ვიყავი, მაგრამ ვანუატუ პირველად გავიგე.
კომიკურ სიტუაციაში ჩავარდნილი კრემლი, რომელიც აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ ნებისმიერ პრეზიდენტს ესაუბრება, საერთაშორისო იმიჯს კი ნელ-ნელა კარგავს. ასე აფასებენ ექსპერტები რუსეთის ხელისუფლების ახალ გარიგებას. ამბობენ, რომ მის მიერვე ოკუპირებული რეგიონის აღიარებაში მოსკოვმა ან სოლიდური თანხა გადაიხადა, ან ვანუატური ინფრასტრუქტურის განვითარების პირობა დადო. რა თქმა უნდა, ნეგატიური და არაპრესტიჟულია. სჯობდა აფხაზეთი არავის ეღიარებინა, ვიდრე ასეთ უცნობ ქვეყანას. ცხადია, ვანუატუს არავითარი დაინტერესება არ აქვს აფხაზეთის მიმართ, რადგან რეგიონში ინვესტიციებიც კი არაა. აქ რუსული ინტერესები იმალება. კრემლი ეძებს ისეთ მოკავშირეებსა და ლიდერებს, რომლებიც მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის გამო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გარისკავენ. თუ რუსული მედიის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებს დავეყრდნობით, მოსკოვს მეოთხე 221,000 კაციანი ქვეყნის მოქრთამობა სავარაუდოდ 23 მილიონამდე დაუჯდებოდა. რუსი ჟურნალისტების გათვლებით, აღიარების სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლება მასთან გარიგებული სახელმწიფოს ერთ მოსახლეზე $100 იხდის.